სასამართლომ გიორგი ახობაძე გაამართლა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აქციებისას დაკავებული ექიმი udანაშაულოდ ცნო. მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო მიიღო და გიორგი ახობაძე, რომელმაც პატიმრობაში 8 თვე გაატარა, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ხარდაჭერისთვის, გაშუქებისთვის, ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ, კამერებით, ნაწერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, სოციალური ქსელებით, ყველაფრით. თითო სიტყვისთვის, თითო ნაბიჯისთვის, რომელსაც ხარი დამიჭირა, ყველას მინდა მადლობა გადაუხადო. ეს არის ჩემი პირველი კომენტარი. სხვა სინდისის პატიმრებს ვეთქვი იმას, რომ ბოლომდე იბრძოლონ იქ, სადაც იბრძვიან, იმედით იყვნენ, იმიტომ რომ როგორც მეც რო იქ ვიყავი, არავინ არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, არც მე არ გავჩერდები და ძალიან მალე შეუძლებელია რომ ეს ქვეყანა გარუსეთდეს და რუსების ხელში დარჩეს რა. მოსამართლესაც, როცა მანტიას იცვავდა სხვა ადამიანების ბედს წყვეტ, ამხელა ნდობა რო გაქვს სახელმწიფოსგან 4 მილიონი ადამიანი რო განდობს თავის ბედს, შემქმნის ყველაზე მართალ ადამიანად, ობიექტურად რო განსაჯო და სამართალი დააყენო და იმას აკეთებ, რასაც ვხედავ ჩვენ სასამართლოში. იქ რაღაცა სპეკულირება, ერთმა მოსამართლემ კარგად მოიქცა, მეორემ ცუდად და მესამე საშუალოდ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავებისვე შეურაცხყოფა არის ჩვენთვისვე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეგ სასამართლო და მოსამართლეებმაც უნდა მიხვდნენ, რომ აი ამდენი ხალხი რო დგავართ ქუჩაში და მათ შორის მათ პროფესიასაც რო ვიცავთ, უნდა მიხვდნენ ვის მხარეზე უნდა იყვნენ, სამართლის და სიმართლის მხარეს უნდა იყვნენ. სამართალი და სიმართლე დღეს არის ჩვენ მხარეს. გიორგი ახობაძის უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო იყო. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ სასამართლო უბრალოდ ვერ გაიქცა იმ არგუმენტებს, რომლებიც საქმეში დაცვის მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი. ჩვენ არაერთი მტკიცებულება მოვიპოვეთ, არაერთი ფაქტი, არგუმენტი დაუდეთ ფაქტობრივად ხელის გულზე მოსამართლეს, მათ შორის გიორგი ახობაძემას თავისი საბოლოო სიტყვით პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ამხილა საგამოძიებო ორგანო. ანუ ჩვენ ფაქტობრივად დავადასტურეთ ის, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ქონია და რასაც ვამბობდი თვეების განმავლობაში დადასტურდა კიდევ ერთხელ ის, რომ გიორგის ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. შესაბამისად, აი ამ პირობებშიც კი, როცა მოლოდინი არ ქონდა გამამართლებელი განაჩენის, ვფიქრობ, რომ სასამართლო ვერ გაექცა იმ არგუმენტებს, რაც წარგენილი იქნა ჩვენი მხრიდან და ბუნებრივია მიიღო ერთადერთი სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. ნამდვილად შემიძლია იმის თქვა, რომ მოსამართლემ განიხილა ობიექტურად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად ამ პირობებში იყო უალტერნატივო გამამართლებელი განაჩენი. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. გიორგი ახობაძეს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა. ეს მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას დაკავებისას ჩაუდეს. მისი თქმით, პოლიციელებმა მისი პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აიღეს ბიოლოგიური მასალა და ნარკოტიკული საშუალების პაკეტზე თავად დაიტანეს. 25 ივლისს ბრალდებულმა ექიმმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მისი სისხლის სამართლის საქმე რევანში და შურისძიებაა. გიორგი ახობაძის განაჩენს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც. ომბუდსმენი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა 2025 წლის 24 მარტს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა და ხაზი გაუსვა ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში ვკითხულობთ განცხადებაში. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძის საქმე ერთი თვის წინ ფაქტობრივად სასამართლო განხილვის დასასრულს გადაიბარა მიხეილ ჯინჯოლიასგან. საქმის ახალმა მოსამართლემ გიორგი ახობაძის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ განაჩენის გამოცხადება ორჯერ გადადო. გიორგი ახობაძის გარდა პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება აქციებისას დაკავებულ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას, მათ შორის ნიკა კაციასა და თედო აბრამოვს. რამდენიმე თვიანი განხილვების შემდეგ დასასრულს უახლოვდება მათი საქმეების განხილვაც.